მოკლედ ეს ვიდეო თუ 10,000 ლაიქზე, შენ პოდკასტში რომ მოვალ, შენი მაყურებლებისთვის მაგარ გათამაშებას გავაკეთე. საღო. თუ 10,000 ლაიქზე ავა ეს ვიდეო. და რამდენი გამომწერი ყავს? გამომწერი ეხლა ხას გავაკეთე, 2 კვირა რაც გავაკეთე TikTok-ი და სადღაც 59 ეგრე. ძალიან ცოტა. ხო, და 1000 გამომწერზეც ავიყვანოთ ეს ადამიანი მეგობრებო და მაგარ გათამაშებას შემოგთავაზებთ TikTok-ს. მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ლუსო საქართველოს შოურუმში და დღეს ბლიცებში მყავს სტუმრად გიორგი პაპელიშვილი. მოულოდნელი იყო ჩემთვის, პირდაპირ მოგწერე და მიპასუხე და ავიც მოკლედ მადლობა. პირიქით, შენ მადლობა. ვაფასებ. შეგვიძლია დავიწყოთ ბლიცები? გამოვში. დავიწყოთ. შენი პირველი მანქანა. პირველი მანქანა. ჩემი პირველი პირადი მანქანა, რაც საკუთარი შრომით და თანხით ვიყიდე, იყო Mercedes-ი C-კლასი W204 ძარა. მაგრამ მანამდე 15 წლის ასაკში ყავდა მე და ჩემს მეგობარს აზიარო Mazda RX-8, რომელზეც სახსით არ იცოდნენ საერთოდ ამ მანქანის შესახებ ჩემმა მშობლებმა და იმაზე ვისწავლა ყველაფერი, ასე ვთქვა. რატომ გადაწყვიტე YouTube? მოკლედ, რატომ YouTube? პირველ რიგში იქიდან დავიწყე, რომ ჩვენ გვაქვს სარეკლამო კომპანია, ამ სფეროში ვარ უკვე რამდენი წელი გამოდის, მე 12-13 წელი დაიწყო. და YouTube გავაკეთე 2020 წელს, COVID-ის დროს, როდესაც ყველა კომპანია გაჩერდა, ასე ვთქვათ, არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა, ჩვენც ესე რო ვთქვათ, შეკვეთები აღარ ჰქონდა, იმდენი, რამდენსაც მიჩვეულები ვიყავით და გამოგვიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო. და ამ სახში ჯდომის პერიოდში რა ვქნათ და გადავწყვეტეთ YouTube არხის გაკეთება. პირველ ვიდეოში საერთოდ ჩემს საძინებელში მაქვს ჩაწერილი, ხალათში ვარ, ანუ ძალიან ისეთი კონტენტი გვინდოდა, მოკლედ და თავარი აზრი ამ ჩემი არხის გაკეთების იყო ის, რომ როგორია კამერის უკან ყოფნა რა, ანუ ამ ყველაფრის ირგვლივ უნდა ყოფილიყო და მე ისე გამოვიდა, რომ ერთი მანქანა გადავიღეთ, მე მეორე მანქანა, მე ვიღაცებმა თავის მანქანები შემოგთავაზეს, მე ხალხს ეს მოეწონა და გავყევით მანქანებს, ისედაც ზოგადად სარეკლამო სფეროშიც მოვედი მანქანების სიყვარულით, ეხა მაგაზე რო ვისაუბროთ შორს წავალთ, მაგრამ თავისი დავაგდა მოკლედ ეს ყველაფერი და მე შევყევით ამ მანქანების YouTube-ს, მაგრამ full-time YouTuber-ად მაინც არ ვთვლი დღემდე საკუთარ თავს, იმიტომ რომ მაინც უფრო ჰობის და ეს მოყვარულის დონეზე ვაკეთებ YouTube-ს. მე რატომ მოსვლიდი რომ შენ იყავი BMW-შნიკი და აი ბოლო ვიდეოში, ვათაშოთ აი მე მგონი M8-ის ვიდეოში 850. ხო, ბოდიში 850 რო დადე, აი მან თქვი. ხო. ეგეც რომ ბევრი თვლიდა სავარაუდოდ, ხო? ხო, იმიტომ რომ ბოლოს ეგრე მიყვარა, ანუ ჩვენ არხზე რომ M4, მერე ბუბუს M3, მერე ეს 850, მანამდე ახლო წარსულში X5 მიყავდა გადაღებული და რაღაცა მაკეთ წავიდა არხი, რომ სულ BMW და მაგიტომ ესე რაღაც ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ მე BMW-შნიკი არ ვარ მეგობრებო, მე ჩემთვის Porsche-ს იქეთ არაფერი აღარ არსებობს. Ferrari-ც ძალიან მომწონს, დიდ პატივს ვცემ. Lambo-ც ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის არის იდეალური ავტომობილი Porsche. Porsche მაძლევს იმ ყველაფერს, რასაც ვეძებ მანქანაში. ეგრე წავიდა არხი და მართლა რაღაცა ბევრი ისეთი რაღაც Mercedes მოყვარულები შემოდიოდნენ არხზე და ისეთ კომენტარებს გვიწერდნენ, რომ აი შენ BMW გევასება და Mercedes აბანძებ და რაღაცა. ხმამაღლა აქაც ვიტყვი შენ ვიდეოში, რომ მე BMW-შნიკი არ ვარ. ხშირ შემთხვევაში კონკურენტ მოდელებს თუ ავიღებთ, Mercedes-ი მირჩევნია BMW-ს. რომელი მანქანა გაშინებს? საინტერესო ემოციას გაძლევს და ამავდროულად გაშინებს, რომ აი რაღაც გარისკო და აი თან ცოტა ისე ხარ. ძალიან საინტერესო კითხვა. ნახე, ესეთი ხედვა მაქვს მაგ კითხვაზე რა. უпростоრად ესეთი პასუხი შემიძლია გავცე შენ მაგ შეკითხვას. რაღაც ეტაპზე, როდესაც არ მქონდა ამდენ ავტომობილთან შეხება, და საკუთარ რაღაცებს რო გამოცდი ცხოვრებაში, მე ხარ წმუნდები საკუთარ შესაძლებლობებში. აი სანამ რაღაცა მაგ ეტაპებს გავივლითი, რომ დავწმუნდებოდი, რომ იცი რა, თურმე მე ჩემი ძლია რა, და რაღაცა 700 წლიანი და 1000 წლიანი და 2000 წლიანი მანქანის დაჭერა. მანამდე მქონდა ეგ მომენტი, რომ რაღაც სტერეოტიპულად რაღაცა მანქანებზე შიშს ვერ დავარქვევ, მაგრამ სიფრთხილის განცდა მქონდა, რომ ეხლა ეს არ მოწყდეს და ან რომ მოწყდეს დავიჭერ, თუ აი ეგ განცდა მქონდა ხოლმე. ძირითადად მაინც უფრო ამერიკელებისკენ იყო ეგ განცდა, იმიტომ რომ რაღაც ევროპულ მანქანებს უფრო ვენდობი.
თუნდაც სისტემებს. მაგრამ დღეს ალბათ რა ვიცი, ახლა ტრაბახ შეიძლება ჩამითვალოს ვიღაცა, მაგრამ დღეს არ არსებობს მანქანა, რომელიც მაშინებს პერფორმენსის თვალსაზრისით, აჩქარების თვალსაზრისით, მოცურების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ან თუნდაც რა ვიცი, Ferrari 296 GTP იყიდა ახლახანს ჩემაც მაგაცმა და იმ მანქანითაც გამოვიყენებ შარკონს და რუსთავის ავტოდრომზე ვიდექი ზანოსში და ძალიან კომფორტულად გრძნობდი თავს. მაგრამ შიშით ეხლა შიშს რაც შეეხება მაშინებს მანქანები, რომლებიც ფუჭდება, რომლებიც აი მაშინებს Range Rover-ი და Jaguar-ი, აი კარგი მე თვითონ მივედი პასუხამდე. მგონია რომ შეიძლება გზაში მივდიოდე და უბრალოდ აი ესე მოუნდეს და გაფუჭდეს. აი ეგეთი მანქანები უფრო მაშინებს. სწრაფი და ძლიერი მანქანები აღარ მაშინებს. ანუ რაც რომ მოწყდეს არა, პირიქით, რომ მოწყდეს ეგ მინდა მეც, ასე რომ არა, ეგ მომენტი არ მაშინებს. არა, პირიქით. რომ მოწყდეს, კარგია. თუ მოწყდება, კარგია. ესე იგი, ყველაზე მეტად რომელ ვიდეოზე ფიქრობდი, რომ მეტ ინტერესს გამოიწვევდა აუდიტორიაში, ანუ შენ YouTube აუდიტორიაში და რაც იმედები არ გამოსროა? ხო, გაგიწევ. ხო, სხვათა შორის ეს ერთ ვიდეოს ბოლოს გამოვყოფ, მაგრამ ვიდეოები, რომლებზეც ვფიქრობ ხოლმე, რომ უпростоრად ვიდეოები და ზოგადად მანქანები, რომლებიც პირადად ჩემთვის არის ხოლმე ძალიან საინტერესო, აუდიტორიისთვის არ არის საინტერესო. მე რაღაც მომენტში როცა გინდა რომ ცოტა პოპულარული ვიდეოებიც გქონდეს, ну ერთგვარი мотиваციაა, ხო? გიწევს სტერეოტიპული მანქანების გადაღება. და მე იმას აქვს ნახვები. მაგრამ ჩემთვის ახლა მაგალითად Plymouth Prowler-ი გადავიღეთ, უпростоრად უკვე Chrysler Prowler-ი ერთ და იგივეა. გადავიღეთ, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო მოდელი და რაღაც ბავშვობიდან მაინტერესებდა, ჯერ პირველად რო საქართველოში ვნახე, ჩემთვის იყო რაღაც ემოციური შოკი და გადავიღეთ ეს მანქანა და რაღაც 9000 ნახვა ჰქონდა თუ რაღაცა და ან მოკლედ დიდი ინტერესი არ იყო. ასე რომ აი რაღაცა მოდელები, რაც მე მომწონს ხოლმე და მაინტერესებს, ფართო მასებს არ აინტერესებს. შესაბამისად, ეს მოლოდინი ხშირად ხდება ხოლმე. როგორც კი გადაიღებ BMW-ს, Mercedes-ს, ან რაღაც საქართველოში პოპულარულ ავტომობილებს, ეგრევე აქვს იმას მეტი ნახვა. ეთყობა კიდევაც, მაგრამ, ну, პრინციპში მასი არის თითქმის ნებისმიერი ავტობლოგერი თითქმის იგივე. სხვათა შორის Ferrari F8 გადავიღეთ, ეს Ferrari-ც გადაღებული ყავს, ოღონდ მაშინ სულ თეთრი იყო, ეს არ ქონდა გადაკრული, ორივე გადაღებული გვაქვს და აქვს ნახვები, მაგრამ ჩემი აზრით მეტი ეკუთვნის ორივე ვიდეოს, თან არის ძალიან დეტალურად რაღაცები ახსნილი ამ ვიდეოებში, რაც ეს თეთრი იყო ეს ნახე, ხო? ეს სრულად თეთრი იყო, ხო? ესეც და F8-ს გადაღებული ყავს, რა ვიცი, F8 დიდ გორზე ვასრიალეთ, ეგეთი კონტენტი, ქართული ეგეთი კონტენტი არ არსებობს და ყველა ესეთ მანქანას გამორჩეულს, რომელშიც რა ვიცი, რომელიც ყოველდღე არ გვხვდება ქალაქში, ვიღებთ ცოტა სხვანაირად და რაღაც თითოეული ღილაკი რასაკეთებს, იმასაც ვშლით დეტალურად და ვხსნით ხოლმე. რომელია შენთვის დღესდღეობით ვიზუალურად ყველაზე ისაღები მანქანა? როგორც გითხარი წინა კითხვაში Porsche 911. ზოგადად Porsche ვახსენე 911, კონკრეტულად არ გვიხსენებია, Porsche ძალიან მომწონს. 911-ს აქვს დიზაინი, რომელმაც 10 წლეულებს გაუძლო და არ ძველდება, ასე ვთქვათ. პირველი 911-დან მოყოლებული, დღემდე 992 თაობაშიც იგივე სილუეტს იმეორებს, რომელიც არის ჩემთვის ძალიან ლამაზი. მაგრამ ძალიან ლამაზთან ერთად არის ძალიან მარტივიც, რაღაცა ესეთი არაფერი განსაკუთრებული. გენიალურობა სიმარტივეშია, თუმცა მაინც Jaguar-ი Type-ი არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე სექსუალური, თუ შეიძლება რომ იყოს ავტომობილი, ყველაზე სექსუალური ავტომობილი. ან ყველანაირად მომწონს Jaguar-ი Type-ი. ამჟამად რითი ხარ დაკავებული? ანუ რას საქმეა? აი, ბევრჯერ შემხვდა, აი, რუსო ავტო შემხვდა შენს ვიდეოში, აქ იღებ და აი მაინტერესებდა სულ კავშირი ქონდა. არა მარტო ამჟამად, ზოგადად რაც მუშაობ და ჩვენ პირველი სამსახურიდან დღემდე მოყოლებული ვარ მარკეტინგში და მარკეტინგში სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობდი წლების განმავლობაში, ვიყავი როგორც კონტენტ კრეატორი, დიზაინერიც, ვიყავი ვიდეოგრაფიც, ფოტოგრაფიაც, სოციომედია მენეჯერიც ყოფილი ვარ და ანუ ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და დღესდღეობით ვარ Blue Holding-ში,
მარკეტინგის დირექტორი და Blue Holding-ი აერთიანებს Pluso Luxury Cars-ს, ანუ საავტომობილო მიმართულებასაც, ასევე ყავს ქალთა საფეხბურთო გუნდი, გვაქვს სამშენებლო კომპანია და სხვადასხვა მიმართულებები, მოკლედ და ეს ყველაფერს ერთად ქვია Blue Holding-ი. Blue Holding-ში ვართ მე და ჩემი ედმაიერის გუნდი, თლიანად მარკეტინგის მიმართულებით. ვუძღვებით მარკეტინგს, მოკლედ Blue Holding-ის ყველა კომპანიაში. არ იყვნენ ბიჭები და უცებ რაღაც დაგვჭირდათ, მეც გადავიღო პირად. მაგრამ ზოგადად კრეატიული გუნდი ვართ, მოკლედ, რომელიც შიც ყველა აკეთებს რაღაცა თავის მაქსიმუმს შედეგის მისაღწევად. შეიძლება დღეს ფოტოები გადაიღოს სოსონ და ხვალ სცენარი დაწეროს, ეს მულტიფუნქციური ადამიანები ვართ, მოკლედ. გასაგები. ყველაფერს ჭიკებს რო ეძახიან, ხო იცი? ხო, ანუ ბერს ჩემი აზრით, ჩემთან ერთად სავარაუდოდ აინტერესებდა თუ აი საიდან ასეთი გამოცდილება თან YouTube-თან, პრინციპში მანქანის მართვაც შეგიძლია თან მაგრა და თან პლუს ანუ მონტაჟი გაქვთ, არ ვიცი, საოცარი მონტაჟი გაქვთ, ნუ აი მანქანის მართვას რაც შეეხება, ბავშვობიდან მქონდა ის განცდა, საერთოდ რომ გატარებული თან ყავდა არასდროს მანქანა, რომ ჩემი იყო, დავჯდებოდი, გავატარებდი და მართლა დავჭექი მამამ ჩემის მანქანას და მოვიპარე პირველად 2007 თუ 6 წელს ვიყავი 8-9 წლის. დამოუკიდებლად მოვიპარე მანქანა მოკლედ და გამომივიდა. ისე არ გამომივიდა, რა თქმა უნდა, როგორც უნდა გამოგივიდეს. იყო ჩაიარა ექსესები, თუმცა ავტომობილი არ დამიზიანებია. რაღაც ყოველთვის ჰქონდა ეგ განცდა რა. ძალიან მიყვარს მანქანები, არ ვიცი, ვერ ხსნი რა არის ის რაც მიყვარს, მაგრამ ძალიან. ნებისმიერი მანქანის მართვით შემიძლია მივიღო უდიდესი სიამოვნება. ნელა სწრაფად არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მანქანებთან კონტაქტი და ურთიერთობა უკვე ძალიან სიამოვნებაა. რას ურჩევდი, შენ როგორც აღნიშნე ვიდეოში, როგორც კონტენტ კრეატორი და ამ ყველაფრის მარკეტინგის ხელმძღვანელი, დაამწყებ კონტენტ კრეატორებს, თუ აი მაგალითად ბევრს უნდა დაიწყონ და რაღაცები, ასე ვთქვათ, აფერხებთ, მაგრამ უნდათ რომ უბრალოდ შემოყონ ამ YouTube-ში სივრცეში თავი და იყვნენ შენერი წარმატებული. ამ შემთხვევაში შენ გისმევ კითხვა შენ თავზე და ხო, ნახე შენერი წარმატებული. ო, რაღაცა ისე ვიგრძენი თავი ახლა. მე ჯერ ჩემ თავზე რო გიპასუხო, მე ვთვლი რომ რაღაცა ესე ძალიან წარმატებამდე ჯერ კიდე ბევრი მიკლია და ბევრი მაქვს გასავლელი, მაგრამ ამ 12 წლის განმავლობაში მე პირადად ჩემი გამოცდილებით ურჩევდი ამ ადამიანებს, რომ პრაქტიკას მოაქვს ყველაფერი რა. მაგალითად ვიდეოგრაფის შემთხვევაში რო ავიღოთ, გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი, გადაიღეთ რაც შეიძლება სხვადასხვა მიმართულება, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა თვლიდეს, რომ იცი რა მე მანქანების გადაღება მინდა და უცებ საკუთარი თავი იპოვოს მოდაში. ან ფუდში, ან რაღაცა სხვა მიმართულებაში არ აქვს მნიშვნელობა, სანამ ახალგაზრდები ხართ, სანამ თავისუფალი დრო გაქვთ, რაც შეიძლება ბევრი რაღაცა ცადეთ და უფრო მარტივად იპოვით საკუთარ თავს და უფრო მეტადაც გამოჩნდება რა უფრო კარგად გამოგდის, სად უფრო კარგ შედეგებს და ოღონდ რა თქმა უნდა ეს უნდა სიამოვნებდეს, შეიძლება რაღაც გამოგდიოდეს, მაგრამ საერთოდ არ მოგწონდეს. მოკლედ რო ჩამოვაყალიბო, ბევრი პრაქტიკა. გადაიღეთ უფას მანქანებს, მოდი მანქანების ირგვლივ ვიტრიალოთ, გადაიღეთ ბევრი, გადაიღეთ უფასოდ, გადაიღეთ მეგობრის, ნათესავის, მეზობლის, უცხო ადამიანის ქუჩაში დაყენებული მანქანა, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიიღე, იმიტომ რომ პრაქტიკაში და რაღაცას როდესაც აკეთებ შენით და არა ტუტორიალით და არა თეორიული ცოდნა, უკვე ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ რაღაცას გაძლევს და უკვე ვიღაცებზე წინ ხარ. ასე რომ მეტი პრაქტიკა, ეს იქნება ალბათ ჩემი რჩევა. და აქვე მინდა გიო მოგიწვიო ჩემს პოდკასტში, თუ მოხვალ სიამოვნებით მიგიღებ. მოკლედ ეს ვიდეო თუ 10,000 ლაიქზე, შენ პოდკასტში რომ მოვალ, შენი მაყურებლებისთვის მაგარ გათამაშებას გავაკეთე. ო, საღო. თუ 10,000 ლაიქზე ავა ეს ვიდეო. და რამდენი გამომწერი ყავს? გამომწერი ეხლა ხას გავაკეთე, 2 კვირა რაც გავაკეთე TikTok-ი და სადღაც 59 ეგრე. ძალიან ცოტა. ხო, და 1000 გამომწერზე წავიყვანოთ ეს ადამიანი მეგობრებო და მაგარ გათამაშებას შემოგთავაზებთ TikTok-ს. მადლობა.